მშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანით. დღეს ორშაბათია, ახალ სამუშაო კვირას ვიწყებთ და ვიწყებთ იმ თემებზე საუბარს, რაც პირველ რიგში ჩვენ გვიკავშირდება, ანუ ჩვენ როგორც ადამიანებს. და ეს მარტივია, იმიტომ რომ ჩვენ ადამიანზე ვსაუბრობთ და ვსაუბრობთ ადამიანის სიცოცხლეზე, როგორც ყველაზე მთავარ ღირებულებაზე, როგორც ყველაზე დიდ ფასეულობაზე, როგორც ყველაზე გასაფრთხილებელ ფასეულობაზე ნებისმიერ საზოგადოებაში ადამიანის ინდივიდუალური მახასიათებლების მიუხედავად. ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანზე, მისი ძლიერი და სუსტი მხარეების გათვალისწინებით. ჩვენ საუბრობთ ადამიანზე მისი საჭიროებების გათვალისწინებით. ჩვენ საუბრობთ ადამიანზე მისი უსაფრთხოების გათვალისწინებით და რაც მთავარია, ჩვენ საუბრობთ ადამიანის ჯანმრთელობაზე როგორც ინსტრუმენტზე, როგორც შესაძლებლობაზე იმისათვის, რომ ადამიანმა იპოვოს ადგილი სამყაროში. არა უბრალოდ ხანგრძლივად იცოცხლოს, არამედ კარგადაც იცხოვროს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის დღეგრძელობაზეც საუბარი და ცხოვრების ხარისხზეც. ყველაფერს აქვს ადამიანისთვის მნიშვნელობა. ადამიანისთვის როგორც სოციალური არსებისთვის, რომელსაც სხვა ადამიანების გარეშე არსებობა არ შეუძლია. და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, როდესაც ადამიანს წარმოვიდგენთ როგორც ნაწილს სამყაროსი. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ცვლით გარემოს და შეცვლილი გარემო აუცილებლად აირეკლება ჩვენზე. და აი ამ კონტექსტში განსაკუთრებით საყურადღებოა ადამიანის ჯანმრთელობის რისკები, მაშინ როდესაც გარემოს ტემპერატურა იმატებს, როდესაც ზაფხულია, როდესაც ადამიანები მეტ დროს ატარებენ ღია სივრცეში, ბუნებასთან ურთიერთობაში შეიძლება იყოს სახიფათო მომენტები, რომლის ცოდნა და გათვალისწინება უამრავ პრობლემას აგვარიდებს თავიდან. ასეთ შემთხვევაში ასევე გასათვალისწინებელია, მაგალითად, ცოცხალ სამყაროსთან ურთიერთობა, განსაკუთრებით სხვადასხვა სახის მწერებთან, პარაზიტებთან ურთიერთობა, რომელიც შეიძლება იყოს ზიანის მომტანი ჩვენი ჯანმრთელობისთვის და ჩვენ გახსოვთ ეს ტრადიცია, ყოველწლიურად ვხვდებით ერთმანეთს იმისთვის, რომ ამ თემაზე ჩვენი ცოდნა გავამყაროთ, ჩვენი ცოდნა გავამდიდოთ და რაც მთავარია, უამრავი პრაქტიკული რეკომენდაცია გავიხსენოთ ან შევითვისოთ იმისთვის, რომ ჩვენს ჯანმრთელობას არ მიადგენს ზიანი. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი, როგორც ჩემი შესავლიდან არის მოსალოდნელი, გახლავთ ექიმი პარაზიტოლოგი, რომელიც ჩვენი გადაცემის ძალიან დიდი ხნის მეგობარი გახლავთ, პრაქტიკულად 15 წლის მანძილზე ყოველწლიურად ის არის ჩვენი გადაცემის სტუმარი. იგი გახლავთ პარაზიტოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ქალბატონი ირმა კოკაია. ირმა, დილამშვიდობისა. მოგესალმებით. მე შემთხვევით არ ვახსენე გადაცემის ისტორია და თქვენი მეგობრობა ჩვენთან, იმიტომ რომ ფიქრობ მაყურებელს არ სჭირდება ამის შეხსენება, მაგრამ მეორე მხრივ ხაზი გაუსვი, რამდენად ხანდაზმულია ჩვენი ურთიერთობა, რამდენად გამოცდილია დროში და რაც მთავარია, რამდენად დიდი გავლენა იქონია ამ ურთიერთობამ საზოგადოების განათლებაზე. დღეს, როდესაც ამ თემაზე ვსაუბრობთ, საზოგადოება არის ბევრად უფრო უკეთ ინფორმირებული, ვიდრე იყო 15-16 წლის წინ. როდესაც ჩვენ პირველად ამ თემებზე დავიწყეთ საქართველოში საჯარო სივრცეში საუბარი, ეს იყო პრაქტიკულად კითხვების კორიანტელი, როდესაც ადამიანები ყველა საკითხთან დაკავშირებით მოულოდნელობისაგან სვამდნენ კითხვებს. თუმცა თანდათანობით ძალიან ბევრი რამ საზოგადოებამ ისწავლა, ძალიან ბევრი რამ საზოგადოებამ შეიტყო ჩვენი გადაცემიდან, მერე გაჩნდა სხვა სივრცეები, მე ვგულისხმობ ინტერნეტ სივრცეს, რომელმაც ადამიანების ცოდნა შეავსო, თუმცა სანდოობის თვალსაზრისით, როგორც ყველა კვლევა გვიდასტურებს, ძალიან მნიშვნელოვანია, რას მოისმენს საზოგადოება ჩვენი გადაცემიდან. ამიტომ აქტუალობის შესაბამისად უბრუნდებით ამ თემას. არის თუ არა ნაკბენი აქტუალური ამ სეზონზე და ყველაზე მეტად რომელი ნაკბენია აქტუალური? მოდით აქედან დავიწყოთ. მოგესალმებით კიდევ ერთხელ და ძალიან დიდი მადლობა თქვენ ამ ინტერესისთვის ისევ და ჩემთვისაც ძალიან ღირებულია მთელი ჩვენი ამ წლების ესეთი მეგობრული ურთიერთობა. რაც შეეხება სეზონს და მასთან ასოცირებულ პრობლემებს, არც ეს სეზონი არ იქნება გამონაკლისი და ძირითადად ეს გარემოს ტემპერატურის ცვლილებასთან ასოცირებული პრობლემები ისევ უკავშირდება მწერების კბენას. ზოგადად ეს პრობლემატური არ არის მარტო საქართველოსთვის, ზოგადად პრობლემატურია მსოფლიოსთვის, თუმცა ამ მწერებით
წერების დაკმენით გამოწვეული დაავადებებს გარკვეული გეოგრაფიული გავრცელება აქვს და გარკვეული დაავადებები მხოლოდ გარკვეულ გეოგრაფიულ არეალებში გვხვდებიან. გარკვეული არის მხოლოდ ჩვენთან საქართველოში, ანუ ყველა დაავადება, რომელიც გადაგვწევს, ჩვენთვის აქტუალური არ არის. აი ამის თქმით, ახლა ჩვენთან აქტუალური რეალურად არის 4 დაავადება. აქედან 2 ასოცირებულია ტკიპების დაკმენასთან და აქედან 1, რომელსაც ეწოდება ლაიმის დაავადება, ანუ ბორელიოზი, არის ბოლო წლების მნიშვნელოვანი პრობლემა და ყოველწლიურად ჩვენ ვაფიქსირებთ სტატისტიკური მონაცემების ცვლილებას, ანუ იმატებს რეალურად ეს შემთხვევები. მეორე არის ასევე ტკიპის კმენასთან ასოცირებული ყირიმკონგოს ჰემორაგიული ცხელება, თუმცა სტატისტიკურად გაცილებით ნაკლებად არის გავრცელებული ვიდრე ლაიმის დაავადება. და მას კიდევ უფრო შეზღუდული გეოგრაფიული გავრცელება აქვს თუნდაც საქართველოს პირობებში. მესამე ეს არის ვისცერული რეიშმანიოზი, რომელიც დაკავშირებული არის ფლებოტომუსის დაკმენასთან და ბოლო წლებში აქაც შეინიშნება შემთხვევების შემცირება და ერთი კიდე ისტორიული დაავადება გაქვს, რომელსაც მალარია ეწოდება და რომელიც კოღოების კმენასთან ასოცირდება. თუმცა აქ ერთმნიშვნელოვნად მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო 10 წელია ადგილობრივი შემთხვევა მალარიის ჩვენ არ გქონია, ყავს რა თქმა უნდა პაციენტები, თუმცა ისინი ყველა დაავადნენ სხვა ქვეყნებში ვიზიტების დროს, ან ტურისტად, ან ჩვენ ქვეყანაში ვიზიტორები, აი ამ შემთხვევაში გვაქვს ეს დაავადებები. მეორე ეს რაც შეეხება იმ ინფექციურ და პარაზიტულ დაავადებებს, რომლებსაც მწერები ავრცელებენ. მეორე პრობლემა, რომელიც უკავშირდება მწერების დაკმენას, არის მათი დაკმენით გამოწვეული ადგილობრივი ალერგიული რეაქციები, რომელსაც უხშირად რაღაც გარკვეული ინტერვენცია არ ჭირდება, ანუ რაღაცა ჩარევა არ ჭირდება და თვითლიმიტირებადი მდგომარეობა და ადგილობრივად განვითარებული რაღაც ლოკალური ალერგიული მცირე გამოვლენებებით ხასიათდება. თუ არ ჩავცვლით, ზოგადად ზოგჯერ არის რაღაცა გენერალიზებული ალერგიული რეაქცია, ძირითადად ნესტრიანი მწერების, აი ეს როგორც არის კრაზანა, ფუტკარი, ასე შემდეგ დაკმენასთან დაკავშირებული. რაც შეეხება იმ ინფექციურ დაავადებებს, განსაკუთრებული ყურადღება მაინც მინდა იმ ლაიმის დაავადებაზე დავამახვილო. დიახ, ისტორიულ დამკითხვის დასმა მინდოდა, იმიტომ რომ თქვენივე ინფორმაციიდან გამომდინარე და იმ მონაცემებიდან გამომდინარე, რაც გვაქვს საქართველოში, მალარია თვითონ როგორც მალარიის კერა კი, წლების მანძილზე და 10 წლეულების მანძილზე საქართველოს გარკვეული რეგიონები ითვლებოდა მალარიის კერად. თუმცა ასე აღარ არის დღევანდელ რეალობაში, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა ეს ერთეული შემთხვევა ექიმების მიერ კონტროლდება. ანუ ეს არ არის მასობრივი პრობლემა საქართველოსთვის. ისევე როგორც ვთქვათ, როდესაც საუბრობთ ყირიმკონგოსთან დაკავშირებულ პრობლემებზე, ესეც არ არის ხოლმე ხშირი შემთხვევები და ამასაც შევეხოთ ნაწილობრივ. ლეიშმანიოზე ძალიან ხშირად საუბრობთ, თუმცა ლაიმის დაავადება და მისი ზრდის მაჩვენებელი იმსახურებს იმას, რომ მეტი ყურადღება დაუთმოთ. რა დაავადებაა? გასაგებია, რომ ეს ტკიპის ნაკბენის შემთხვევაში იწყება ეს დაავადება, მაგრამ ყველა ნაკბენი ტკიპის ხომ არ დასრულდება ლაიმის დაავადებით. რა თქმა უნდა, არა, სწორედ ამას მინდა ყურადღება გავამახვილო და გარკვეულწილად აი ტკიპების დაკმენასთან დაკავშირებით გარკვეულწილად ცოტა ის პანიკური მდგომარეობაც აღინიშნება, იმიტომ რომ გადაჭარბებულია ხო შიში საზოგადოება. თავისთავად ტკიპის კბენა ან დაკმენა არ ნიშნავს დაავადებას. ათასობით ტკიპის კბენის შედეგად მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს დაავადება. აუცილებლად ამისათვის არის ერთი პირობა საჭირო, რომ თვითონ ის ტკიპი უნდა იყოს ინფიცირებული აი ამ ბორელებით. ბორელია ქვია ამ მიკრობს, რომელიც იწვევს აი ამ დაავადებას. აი ბუნებაში უამრავი ტკიპიდან მხოლოდ 1% არის ინფიცირებული აი ამ ბორელი და შესაბამისად მხოლოდ ასეთი ტკიპის კმენის შედეგად ვითარდება ეს დაავადება. ასე რომ თავისთავად ტკიპის კმენა უკვე არ არის დაავადებასთან ასოცირებული. თუმცა არის ერთი მომენტი. ჩვენ ტკიპის აი ძალიან ხშირად არის ხოლმე, ახლა ჩვენთან თუნდაც პარაზიტოლოგიის ინსტიტუტში მოყავთ ხოლმე ეს სხეულიდან ამოღებული ტკიპი ან გვიჩვენებენ ნაკბენს. აი ასე რამდენად ინფიცირებულია ტკიპი მისი აი ფიზიკური აი მორფოლოგიური შეხედულებით ან ნაკბენის მიხედვით ძალიან ძნელი გასარჩევია, მას სჭირდება სპეციფიური კვლევა, რომელიც ახლა ვერ გეტყვით ზუსტად რამდენად საერთოდ საქართველოში კეთდება, გენეტიკურია PCR კვლევა, რომელიც ადგენს ტკიპის ინფიცირებას.
აქედან გამომდინარე, აი ესე გარეგნულად ჩვენ ამას ვერ მაგრამ გავარჩევთ. ვაკვირდებით აუცილებლად. ხო, ეს მეორე ვარიანტია, ვაკვირდებით კლინიკური სიმპტომების გამოვლენებას და ვაკვირდებით დაახლოებით 2-3 დღიდან 30 დღის განმავლობაში. ეს არის ის ინკუბაციური პერიოდი, რომელიც დამახასიათებელი არის ლაიმის დაავადებისთვის და აი ამ პერიოდის განმავლობაში ან მაშინ, როცა ეს პერიოდი მთავრდება, თუ არის გარკვეული კლინიკური გამოვლენები, ამ შემთხვევაში საჭიროა უკვე პაციენტის დამატებითი ტესტირება. ეხლა როგორ არის იცით ეს ლაიმის დაავადებას აქვს გარკვეული სტადიები, აქვს ადრეული სტადიები, რომელიც ვითარდება სწორედ აი ამ ინკუბაციური, აი ამ 30 დღის განმავლობაში და უხშირესად დაახლოებით 60%-ს დაკავენილი პაციენტები 60-70%-ს ადრეული ნიშანი, რომელიც გამოხატული აქვს ეგრეთ წოდებული ერითემა, ეს არის გარკვეული ტიპის გამონაყარი, რომელიც ვითარდება ნაკბენის ირგვლივ. აი ნაკბენის ირგვლივ დიდდება ეს არეალი და რაღაც ესე წითელი ხაზით შემოიხაზება და რომელიც ფართოვდება. თუმცა ეს ყოველთვის არ არის გამოხატული, ეს არის დაახლოებით 60-70% პაციენტების და ეს კარგია თუ გამოიხატა, იმიტომ რომ ეს არის ძალიან ისეთი სპეციფიური ნიშანი და ჩვენთვისაც ძალიან ადვილი მისაღები. და ადვილად მისაგნები ხდება პრობლემა. კლინიცისტებისთვისაც და პაციენტი ძალიან მარტივად არჩევს. რაც შეეხება დაახლოებას და სხვა სიმპტომებს, ეს უკვე ძალიან არასპეციფიური სიმპტომებია, ეს არის ცხელება, ეს არის სახსრების ტკივილი და კუნთების ტკივილი, ოფლიანობა, ზოგადი სისუსტე ძლიერად გამოხატული და ზოგ შემთხვევაში დაახლოებით 20-30% პაციენტების არის, რომელსაც გამოხატული აქვთ ლიმფური ჯირკვლების გადიდება, ლიმფური კვანძების გადიდება. აი ნახეთ, ძალიან არასპეციფიური სიმპტომებია, თუმცა თუ ჩვენ გვაქვს და ვიცით ტიპის კმენის შესახებ, ამაც უნდა მივაქციოთ ყურადღება. თუმცა არის პაციენტების გარკვეული ნაწილი, რომლებიც საერთოდ ვერ აღნიშნავენ ან ვერ ხვდებიან ან ვერ დააფიქსირეს, როდის უკმინა ტკიპმა, თუმცა ეს ვერ შენიშნეს ასეთი კერა თუ ან არის შემთხვევები, რომ უკმინა და გარკვეული პერიოდის მერე თვითონ მოვარდა ეს ტკიპი და დარჩა ეს რაღაც ყურადღების მიღმა. ასეთ შემთხვევაში ცოტა უფრო რთულია, თუმცა აი ამ სიმპტომების გამოვლენებისთანავე ჯობს რომ ექიმს მიმართოთ. ეს რაც შეეხება ადრეულ სიმპტომებს, აი შედარებით მოგვიანებით ისევ ძალიან არასპეციფიური ნიშნები აქვს და დაახლოებით 2 თვის მერე თუ ჩვენ ეს რაღაც დიაგნოსტიკის მიღმა დაგვჭა ეს დაავადება და რაღაცნაირად გამოგვეპარა ეს კლინიკური ნიშნები, უკვე ქრონიკული, აი ეს რაღაცა ძალიან ხანგრძლივი ინფექცია ვითარდება, რომლის მკურნალობაც საკმაოდ რთულია და ამ შემთხვევაში უკვე გამოხატულია ცენტრალური ნერვული სისტემის და გულის დაზიანების ნიშნები და აი ამ შემთხვევაში ცოტა უფრო რთულია პაციენტის მართვა. აქედან გამომდინარე, ასეთი სიმპტომის გამოვლენისთანავე ჯობია რომ მიმართოთ ექიმს და არა დავუშვათ მაშინათვე ან მეორე დღეს, იმიტომ რომ ძალიან ხშირი არის კიდე ესეთი შემთხვევები, რომ აი რაღაცა გავიდნენ ბუნებაში, დაკმინე და უკვე მოიცილებენ ამ ტკიპს, რომელიც აუცილებელი და უკვე მეორე დღეს მოდიან, ან მესამე დღეს მოდიან და ითხოვენ გარკვეული ტესტირების ჩატარებას, იმიტომ რომ აქვთ ინფორმაცია ამ დაავადებულია, რომელიც არის ძალიან ადრე და ის ტესტი, რომელიც უხშირესად გამოიყენება ამ დაავადების სადიაგნოსტიკოდ ანტისხეულების დეტექციის ტესტია, ასეთ ადრეულ ეტაპზე, როგორც წესი, უარყოფითი, ანუ შესაძლებელია თუ დაიჟინა პაციენტმა მაინც გაუკეთეს ეს ტესტი და მივიღოთ უარყოფითი შედეგი და დაუშვათ 10 დღეში 2 კვირაში გამოიხატოს კლინიკური სიმპტომები და განმეორებით დაჭირდეს პაციენტს ტესტირება. ანუ ასე ადრეულ სტადიაზე ჩატარებული ეს კვლევა სპეციფიური რეალურად არ არის კლინიკური ღირებულების მატარებელი. ამიტომ ასეთ შემთხვევაში ჯობს რომ დაველოდოთ კლინიკური სიმპტომების გამოვლენებას და მხოლოდ მას მერე მიმართოთ ექიმს. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი იყო თქვენი რამდენიმე ფრაზა და ვიდრე ახლა ვიდეო რჩევას გამოვაცხადებ, მე ერთგვარად მაყურებლისათვის ძალიან საყურადღებო ფრაზებს გამოვყოფ. ის რომ ყველა ნაკბენი, ტკიპას ყველა ნაკბენი არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი დაავადდება, რომ უნდა იყოს სწორედ ამ დაავადების მატარებელი, თვითონ ინფიცირებული უნდა იყოს ტკიპა იმისთვის, რომ ადამიანის დაავადება მოახერხოს. ეს არის პირველი. მეორე, ის რომ შეიძლება ჩვენ დაგვჭირდეს გარკვეული დრო დაკვირვებისთვის და ეს დრო არის 3 დღიდან 2-3 დღიდან 30 დღის ჩათვლით. ანუ მთელი ერთი თვის განმავლობაში შესაძლოა დაგვჭირდეს დაკვირვება იმისთვის, რომ მერე უკვე მშვიდად ვიყოთ არის თუ არა ამ დაავადების გამოვლინება. და მესამე, როდესაც არ არის რაღაც კონკრეტული მინიშნება ტკიპასთან დაკავშირებით, მაგრამ არის ისეთი ნიშნები, როგორიც თქვენ აღწერეთ, განსაკუთრებით კანზე არის ეს სიცითლე,
არის სისუსტე, ცხელება, ლიმფური კვანძები გადით და მაშინ აუცილებლად უნდა მივაკითხოთ ექიმს. ეს იყო შემაჯამებლად სამი მთავარი ფრაზა, რომელიც თქვენ გამოიყენეთ და ვიდეო რჩევა, რომელიც პარაზიტულ დაავადებებთან დაკავშირებულ ზოგიერთ ინფორმაციას გაგვახსენებს. პარაზიტული დაავადებების თავიდან ასაცილებლად. თუ სახლში ცხოველი გყავთ, აუცილებელია ცხოველის აცრა, პარაზიტების და ჭიების საწინააღმდეგო მკურნალობა, მკაცრი ჰიგიენის დაცვა. ყურადღება მიაქციეთ ბავშვებს და აუცილებლად დაბანეთ ხელები. პარკში ან ეზოში სილაში თამაშის, ცხოველის მოფერების შემდეგ. ყოველთვის კრიტიკულად შეაფასეთ საკვები პროდუქტების ფერი, სუნი, გემო, კონსისტენცია. საეჭვო შემთხვევაში არ გამოიყენოთ საკვებად თერმულად დაუმუშავებელი ხორცი ან თევზი, თერმულად დაუმუშავებელი ლორი ან შაშხი, აუდუღარი რძე, ჭყინტი ყველი. უსაფრთხოებისთვის დაიცავით წესები. არ შეინახოთ ერთად დაბინძურებული და გარეცხილი პროდუქტები. სხვადასხვა პროდუქტის დასამუშავებლად გამოიყენეთ ცალ-ცალკე დაფა და დანა. კვერცხი გამოყენებამდე გარეცხეთ თბილ წყალში. არასოდეს დააგემოვნოთ უმი ხორცის ფარში. ბოსტნეული და ხილი გულმოდგინედ გარეცხეთ გამდინარე წყალში. მწვანილი, სალათის და ისპანახის ფურცლები ძლიერი დაბინძურების შემთხვევაში 15-20 წუთით მარილ წყალში დააყოვნეთ. შემდეგ გამდინარე წყალში გარეცხეთ. მიირთვით ყველი მოხარშული ან მარილ წყალში ნადები არანაკლებ 2 თვისა. სიცოცხლის გახანგრძლივება და არაგადამდებ დაავადებათა თავიდან აცილება შესაძლებელია. სწორი კვებით, რეგულარული ფიზიკური აქტივობით, თამბაქოზე უარის თქმით. აირჩიე ჯანსაღი ცხოვრების წესი პირადი ექიმის რჩევით. როდესაც ჩვენ საუბრობთ ხოლმე ამა თუ იმ პრობლემაზე, ვითვალისწინებთ საზოგადოების განწყობას და პრობლემის აქტუალობას. როგორც ირკვევა ყოველდღიური საექიმო პრაქტიკიდან, საქართველოში ახლა ჩვენი საუბრის თემასთან დაკავშირებული ყველაზე აქტუალური პრობლემა აღმოჩნდა ტკიპებით დაკვენა და იმდენად არის საზოგადოება ამ თემასთან დაკავშირებით აფორიაქებული, რომ ერთეულ ტკიპასაც კი ათავსებენ სპეციალურ ჭურჭელში იმისათვის, რომ ექიმამდე მიიტანონ ეს ინფორმაცია და ექიმს აჩვენონ კიდეც ბრალდებული, რომელმაც ესა თუ ის პრობლემა შექმნა. როდესაც ჩვენ საუბრობთ დაავადებაზე, თქვენ ძალიან კარგად ახსენით ლაიმის დაავადების არსით და რისკებით, მაგრამ მეორე მხარეა, რომ ასეთი შიში და შფოთვა არ გაჩნდება, თუ არ იქნება ტკიპას ნაკბენი. რასაკვირველია, ჩვენ არ გვაქვს იმის ილუზია, რომ ახლა ჩვენი ნათქვამი ყველა ნაკბენს აგვაცილებს თავიდან, მაგრამ არსებობს საშუალებები, როგორიც არის, თქვათ, სხვა შემთხვევებშიც, რასაც ვიყენებთ იმისთვის, რომ ნაკბენი ავიცილოთ თავიდან. პრევენცია. ხო, რა თქმა უნდა, არსებობს და თუმცა ეს პრევენციული ღონისძიებები არ გვაზღვის 100%, თუმცა ბევრად გვიმცირებს რისკს და ზოგ შემთხვევაში ეს ძალიან მარტივი წესებით დაცვით შეიძლება ამ საკმაოდ რთული დაავადების არიდება თავიდან. ესეთი პირველი რეკომენდაცია, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია, ეს არის ტკიპის სხეულზე აღმოჩენის შემთხვევაში მისი დროული მოცილება. ეს პირდაპირ პროპორციულია დაავადების განვითარების რისკთან. ანუ რაც უფრო ცოტა ექსპოზიცია ტკიპის, ანუ რაც უფრო ცოტა ხანი არის ტკიპი ჩვენ სხეულზე, მით უფრო ნაკლები არის დაავადების გადატანის რისკი თუ შანსი, თუნდაც დაინფიცირებული ტკიპის შემთხვევაში. ეს არ გადადის 1 საათში და 2 საათში. ანუ თუნდაც 24 საათი კარგი დროა, რომ ტკიპი მოცილებული იყოს, იმიტომ რომ გარკვეული პერიოდის მერე, განსაკუთრებით 36 საათის მერე დაავადების განვითარების რისკი ბევრად მატულობს. ამისათვის, რაც შეიძლება დროულად უნდა აღმოვაჩინოთ და უნდა მოვეცილოთ ტკიპი სხეულიდან, ეს განსაკუთრებით ბავშვებს ეხება, იმიტომ რომ ეხლა არის სეზონი, როცა ძალიან არის მომატებული, გაზრდილი ჩვენი გარემოსთან ურთიერთობის ხანგრძლივობა და შესაბამისად, ბავშვებს ძალიან უყვართ
ვთქვათ, აი მდელოზე კოტრიალი რაღაც ეს თამაში და როგორც წესი ასე დროს შეაცოცდებათ ხოლმე ეს ტკიპი და მერე აღმოჩნდებათ, რომ სახლში აღმოჩენენ გარკვეული პერიოდის შემდეგ. ამიტომ პირველი რაც უნდა გავითვალისწინოთ, ტკიპი უნდა მოვიცილოთ, ოღონდ არ უნდა მოვიცილოთ ასეთ რაღაც შიშველი ხელებით, იმიტომ რომ ამაზე ჩვენ რამდენიჯერმე ვისაუბრეთ, იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში შეიძლება პირიქით ის ვინც ეხმარება აღმოჩნდეს დაზარებული და აი ასეთი შიშველი ხელებით ამის მოცილების შემთხვევაში თვითონ იყო აღმოჩნდეს დაკმენილი. ამისთვის არის ძალიან მარტივი საშუალება, ეს არის პინცეტით მისი მოცილება და თუ ხელთათმის საშუალება გვაქვს, ეს აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ, თუ ეს ბუნებაშია და არა გვაქვს ხელთათმის საშუალება, ამ შემთხვევაში აუცილებლად ეს უნდა იყოს პინცეტით, ძალიან მარტივად ცილდება, ჩვეულებრივად ამოდის, მას არ უნდა რაღაც გარკვეული რაღაც ზოგი ზეთიან ბამბას იყეთებს, ზოგი სპირტს იყენებს, ამ შემდეგ არ არის ეს საჭირო. მე ცდილობენ მექანიკურად თვითონ ის კერა თითქოსში ხო კიდე უარეს აკეთებენ და ზოგ შემთხვევაში მე ქირურგთან მიყავთ ხოლმე, იმიტომ რომ რაღაცა ტკიპის ნაწილები რჩება და ნუ მე რაღაცა უფრო რთული ამათი მოცილება არ არის ეს რთული პროცესი, ძალიან მარტივად შეიძლება მისი მოცილება. აუცილებლად სახლში რომ მოვდივართ, ჩვენი სხეულიც და განსაკუთრებით ბავშვის სხეულიც კარგად უნდა დათვალიერდეს, მით უმეტეს თმიანი ნაწილი, იმიტომ რომ ძალიან ხშირად იცხოვენ თმების ქვეშ დამალვა და ნუ ეს კარგად უნდა დათვალიერდეს და უნდა მოვაცილოთ ყველა ტკიპი. 60-იც ალბათ. 60-იც და 60-იც იცით როგორია მაქსიმალურად უნდა იყოს დაფარული, ეს უნდა იყოს რა თქმა უნდა იგივე ნატურალური ქსოვილისგან, არ ვიცი რაღაცა ტილო ან ასე შემდეგ, რომელიც ღია ფერის ატარებს და ღია ფერის, იმიტომ რომ თვითონ ეს ტკიპები ბუნებრივად არის რაღაც მოყავისფრო შეფერილობის, ცოტა მოშავო შეფერილობის და აი მუქ ტანსაცმელზე შედარებით რთულად განირჩევა. ამიტომ რაც უფრო ღია ფერის ტანსაცმელი, ეს კარგად ჩანს, უბრალოდ მარტო აი ამ დატვირთვა აქვს ამ შემთხვევაში ამ ტანსაცმელს და მაქსიმალურად დაფარული რომ იყოს სხეულის ღია ნაწილები, განსაკუთრებით აი ფეხები, ჯობს რომ გრძელტოტიანი იყოს ეს შავლები და წინდაში ჩატანიებული და ასევე გრძელკვავიანი მაისურები. ასეთ შემთხვევაში ნუ მცირდება ეს არეალი, სადაც შეიძლება როგორც წესი ეს ტკიპები არ დაფრინავენ და ნუ ძირითადად აი მიწასთან კონტაქტით ხდება ჩვენი დაინფიცირება. ეს მეორე აუცილებელი წესი და კიდე არის რომ არის სპეციალური რეპელენტები, ეს არის სპეციალური მწერების დამაფრთხობელი საშუალებები, რომლებიც ასევე ძალიან ეფექტურია კოღოსთან მიმართებით, იგივე ფლებოტომით, ანუ სხვა მწერებთან, რომელსაც ასევე დაავადების გადამტანები არიან და მნიშვნელოვნად ამცირებს ამ მწერები დაკმენის შანსს. ეს აფთიაქშიც იყიდება თუ არა და შეიძლება რაღაცა იცით რას იყენებენ ხოლმე, გარკვეული ეთერზეთების გამოყენება შეიძლება ან მიხაკის ზეთი, ან რომელსაც აი რაღაცა რეჰანიზეთი. კი, რომელსაც ანუ რაღაცა სპეციფიური სუნი აქვს, ან რაღაცა ბუნებრივია და ძალიან მარტივად შეიძლება გამოვიყენოთ თუ რაღაცა მაინც არ გვინდა რაღაცა გარკვეული ქიმიური საშუალებების გამოყენება და კიდე არის იცით რა რომ რეკომენდაციები რომ მაგალითად ბუნებაში არ არის სასურველი რაღაცა ძაფრის სუნის კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება, იმიტომ რომ ესეთი ტკბილი სუნი იზიდავს ასევე მწერებს, არ არის რეკომენდირებული მაგალითად საკვები აი ესეთი რომელიც არის მაგალითად საზამთრონეს, რომლებიც ასევე აი ძალიან ხშირად თავღია კონტეინერებში შეიძლება იყოს და აი ესე იგივე ეს ნესტრიანი მწერები, ფუტკარი და ასე შემდეგ მიიზიდოთ, ეს მათ დაავადება არ გადააქვთ, თუმცა მათი კმენის შედეგად ზოგ შემთხვევაში საკმაოდ მძიმე ანაფილაქსიური რეაქციები შეიძლება იყოს გამოწვეული და ნუ ჯობს რომ ეს ყველაფერი დაცული იყოს ასეთ შემთხვევაში. ვისარგებლებ შემთხვევაში. კიდე ერთ დავამატებ არის ერთი რეკომენდაცია, რომელიც ადრე არ იყო გაცემული, თუმცა ხა ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ასეთი რეკომენდაცია გასცა, ეს ეხება უკვე მედიკამენტოზურ პროფილაქტიკას ლაიმის დაავადებასთან მიმართებით, ჩვენ ადრე ამას არ ვაკეთებდით, თუმცა ეხლა გაიცა ესეთი რეკომენდაცია, ხა რა თქმა უნდა პრეპარატს ვერ დავასახელეთ, თუმცა ეს უკვე ექიმის გადასაწყვეტია, თუ არის დაკმენიდან არაუმეტეს 36 საათი გასული, შეიძლება პროფილაქტიკური დოზა მედიკამენტის მიცემა, რომელიც მხოლოდ ერთჯერადად ეცემა და ამით მიეცემა პაციენტს და ამით მნიშვნელოვნად მცირდება ასევე ლაიმის დაავადების განვითარების შანსი. არა 100%, თუმცა მნიშვნელოვნად იკლებს. აი ეს ბოლო წლების რეკომენდაცია. თუმცა თქვენ მიერ ნათქვამში ხაზგასასმელია ის, რომ ეს არის ექიმის გადაწყვეტილება, ეს არის დაკმენიდან 36 საათი. პაციენტთან მიმართებაში და უნდა იყოს ნაკლები 36 საათზე გასული, რომ ამ მედიკამენტს რაღაცა ეფექტურობა
მკურნალობის ეფექტურობა გამოავლინოს. ჩვენი საეთერო დრო ყოველთვის შეზღუდულია გადაცემის ხანგრძლივობა განსაზღვრული, ამიტომ მე რამდენიმე გავრცელებულ შეკითხვას გავამთლიანებ და თქვენ ახსენეთ ნაკბენთან დაკავშირებით ხაზგასმით, რომ თუ ტკიპას ნაკბენია და ტკიპაა კანზე, ჩვენ არ უნდა გამოვიყენოთ რაღაც დამატებითი რთული საშუალებები მის მოსაცილებლად, სრულიად საკმარისია, შეიარაღებულებმა იქნება ეს ხელთათმანით თუ პინცეტით მოვაცილოთ მექანიკურად და არ დავიწყოთ მერე ღრმულების დამუშავება იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ, რომ ნამდვილად ბოლომდე ამოსუფთავებულია. თუმცა ნაკბენი ახსენეთ თქვენ იმ შემთხვევაში, როდესაც ნესტრიანი მწერებია საგულისხმო ალერგიული რეაქციები მაქვს მხედველობაში, არის თუ არა საგანგებო რეკომენდაციები მათგან დასაცავად, ან უკვე მათი ნაკბენის შემთხვევაში ნაკლები რისკი რომ შეექმნას ჯანმრთელობას. რაც შეეხება პრევენციას, სტანდარტული, აი რაც ჩამოვთვალეთ, ეს არ არის ტკიპის მიმართ, ტკიპის მხოლოდ ტკიპებთან მიმართებაში, ეს არის სტანდარტული ფეხსახსრიანებთან მიმართებაში. აი პირიქით, აი რეპელენტები, მაგალითად, კოღოზე გაცილებით უფრო კარგად მუშაობს, ვიდრე ტკიპზე, ანუ სწორედ ამის გამო არის რეკომენდირებული. რაც შეეხება ახლა მწერების დაკმენით გამოხატულ ადგილობრივ რეაქციებს, ეს როგორც წესი მათ რაღაც განსაკუთრებული მართვა არ ჭირდება. ეს როგორც წესი შემოიფარგლება ნაკბენის ირგვლივ გამოხატული სიწითლით და ქავილი. როგორ მოუარეთ? ასეთ შემთხვევაში, ზოგ შემთხვევაში აი ცივი საფენიც აბსოლუტურად საკმარისია, რაღაცა თუ სახლში ვარ ტყინული ან რაღაცა ცივი საფენი, თუ არა და ისეთ შემთხვევაში შეიძლება სპეციალური ლოკალური ანტიჰისტამინური, აი ალერგიის საწინააღმდეგო მალამოს გამოყენება და რაღაცა სისტემური მართვა ასეთი ტიპის პაციენტებს არ ჭირდება. ოღონდ მეორე თემა არის თუ პაციენტს დაუშვათ ეს უკვე ეხება სწორედ ამ ნესტრიან ფეხსახსრიანებს, თუ პაციენტს ეს გააჩნია იმუნორეაქტიულობა მომატებული აქვს და თუნდაც ერთხელ ასეთი ტიპის ნაკბენის მიმართ დაფიქსირდა გენერალიზებული ალერგიული რეაქციები, ამ შემთხვევაში თითქოს ანაფილაქსიურ რეაქციებს გულისხმობთ, რომელიც ყველაზე რთული და საშიში მდგომარეობა ადამიანის სიცოცხლისათვის, ამ შემთხვევაში სპეციფიური მედიკამენტი გამოიყენება და ჯობს რომ მაქსიმალურად ავერიდოთ, იმიტომ რომ თუ ერთხელ მაინც ანამნეზში ადამიანს ჰქონდა ანაფილაქსიური რეაქცია ასეთ კბენაზე შეიძლება გამეორდეს და ნუ ახლა აქაც სპეციალური მედიკამენტია, რომელიც გამოიყენება ამ მდგომარეობიდან პაციენტის გამოსაყვანად. სხვა მდგომარეობაში რაღაცა გარკვეული ტიპის ან პრევენციული ან მედიკამენტოზური ჩარევა ამ შემთხვევაში საჭირო არ არის. ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან სტუმრობისთვის და კიდევ უფრო დიდი მადლობა იმისთვის, რომ ასეთი მჭიდრო, ხანდაზმული, მრავალწლიანი ურთიერთობა გვაქვს და ყოველთვის დაუზარებლად მოდიხართ ჩვენს მაყურებელთან რეკომენდაციების გასაზიარებლად. მაყურებელს შევახსენებ, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი პრობლემის აქტუალობიდან გამომდინარე იყო პარაზიტოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, ექიმი პარაზიტოლოგი პროფესორი ქალბატონი ირმა კოკაია. მე ჯერ არ გემშვიდობებით, მოდით ერთი ვიდეო რჩევა გავიხსენოთ, ვიდეო რჩევა, რომელიც სეზონურად ვფიქრობ ძალიან აქტუალურია ბევრი ოჯახისთვის და შემდეგ ეს იქნება ერთგვარი შესავალი ჩვენი კვებითი შუქნიშნისთვის. ფილისა და ბოსტნეულის ზამთრისთვის მოსამარაგებლად უნდა დავიცვათ შენახვის წესები. ბოსტნეულის სასაღებად საუკეთესოა დილა 7-დან 8 საათამდე. კენკროვანი მცენარეებისთვის 7-დან 11 საათამდე. დაუშვებელია პროდუქტის შეგროვება აქტიური მზის პერიოდში. მცენარის შრობისთვის გამოიყენეთ ხის შარჩოზე ორფენად დაჭიმული ბადე. მცენარე გაშალეთ ბადის ფენებს შორის. ჩარჩო დააყოლეთ ჩრდილში, ორ პირში, ვიდრე მცენარე გაშრება. გამშრალი მცენარე აკინძეთ კონებად და დააყოლეთ იგივე პირობებში. მცენარე შესანახად მზად არის თუ ხელის შეხევით იფშნება. გამომშრალი მარაგი შეინახეთ ორმაგი დოლბანდის ან ნაჭრის ტომრებში მშრალ, ბნელ ადგილას 17-20 გრადუსი ცელსიუსის პირობებში. კურკოვანი ხილი უმჯობესია შეინახოთ კურკა გამოცლილი. სიცოცხლის გახანგრძლივება და არაგადამდებ დაავადებათა თავიდან აცილება შესაძლებელია. სწორი კვებით, რეგულარული ფიზიკური აქტივობით, თამბაქოზე უარის თქმით. აირჩიე ჯანსაღი ცხოვრების წესი პირადი ექიმის რჩევით. როგორც გითხარით, დღევანდელი ჩვენი გადაცემა მთლიანად თქვენი კითხვების შესაბამისად არის დაგეგმილი. უფრო მეტიც, როგორც ჩვენი გადაცემის დღევანდელმა სტუმარმა ბრძანა, განსაკუთრებით შფოთავს ჩვენი საზოგადოება,
ტკიპების ნაკბენებთან დაკავშირებით და ეს ბუნებრივიც არის, იმიტომ რომ მეტ დროს ვატარებთ ღია სივრცეში, ბავშვები თამაშობენ, მაგალითად ბალახში, ბავშვები ხშირად ნაკლებ ყურადღებას აქცევენ, რა მოხდა მათ სამოსზე, არის დაბინძურება, აცოცდა ტკიპა, შესაძლოა ნაკბენიც ვერ შენიშნონ, თუმცა ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვმართებს უფროსებს, რომლებიც თვითონ იმ სივრცეშიც, სადაც ბავშვები თამაშობენ, არიან ყურადღებით და რასაკვირველია, განსაკუთრებით ყურადღებით ვართ მას შემდეგ, რაც ბავშვები სახლში მივიყვანეთ. დავუთვალიერეთ სამოსი, დავუთვალიერეთ კანი და ვაკვირდებით თუ საეჭვოდ მოგვეჩვენა რომელიმე ნაკბენი სულ ცოტა ერთი თვის განმავლობაში ყველა იმ ნიშანთვისების გათვალისწინებით, რაზედაც დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარმა ისაუბრა. თუმცა დღევანდელი ჩვენი კვებითი შუქნიშანიც არის ძალიან აქტუალური სეზონური თვალსაზრისით და მე ვფიქრობ, ერთი მხრივ უკვე კარგად ნაცნობ ინფორმაციას გაგვახსენებს, მაგრამ ძალიან ბევრი რეკომენდაცია იქნება, რომელიც ყოველდღიურად შეიძლება დიასახლისებისათვის განსაკუთრებით ბევრ თავსატეხს ქმნიდეს. კვებითი შუქნიშანი და კვებითი რეკომენდაციები, რომელიც ასოცირებულია ფერებთან. სურათხატი, რომელიც ყველამ ძალიან კარგად იცით და რომელიც ძალიან დიდი ხანია დამკვიდრდა ჩვენს ურთიერთობაში. მწვანე ნებადართვით, ყვითელი სიფრთხილით, წითელი შეზღუდვით, ძალიან იშვიათად აკრძალვით და სათქმელით მომაქციე ყურადღება. აი, ასე გამოიყურება სისტემატურად ჩვენი კვებითი შუქნიშანი და ჩვენი დღევანდელი საუბრის თემაც გარკვეულწილად უსაფრთხოებას უკავშირდება. უსაფრთხოებას, რომელიც დაშიფრულია ჩვენ საკვებ პროდუქტებში. დიახ, საკვები პროდუქტი შეიძლება გამოვიყენოთ როგორც ჩვენი ორგანიზმის ენერგიის, საკვები ნივთიერებების შევსების ყველაზე უსაფრთხო და ბუნებრივ გზად. მაგრამ ამავე დროს საკვებში შეიძლება იყოს საფრთხე, რომელსაც არ გათვალისწინების შემთხვევაში, არ ცოდნის შემთხვევაში ძალიან სერიოზული შედეგები მოჰყვება. ვიწყებთ იქიდან, სადაც წითელი ფერია და სადაც ყურადღების მიპყრობას ვცდილობთ. ეს ეხება პირველ რიგში ჰიგიენას. როდესაც ჩვენ ყოველდღიურ რეალობაში სეზონურ პროდუქტებს ვამუშავებთ, უნდა გავითვალისწინოთ, დიახ, ძალიან სასარგებლოა სეზონური პროდუქტი, ძალიან სასარგებლოა ჩვენს მიწაზე მოყვანილი პროდუქტი, მაგრამ მაშინ, როდესაც ვიცავთ ამ საკვების დამუშავების ჰიგიენის წესებს, კარგად ვრეცხავთ, საგანგებოდ შევაფასებთ ინსტრუმენტს, რომელსაც პროდუქტის დამუშავებისთვის ვიყენებთ, სივრცეს, სადაც ვამუშავებთ და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ ამ პროდუქტების დამუშავება, როდესაც ჩვენ ნედლის სახით ვიყენებთ ან ვამარაგებთ. მიაქციეთ ყურადღება, ნედლის სახით, როდესაც ვიყენებთ ამ პროდუქტებს, ჩვენ გვაქვს რისკი, რომ ყველა იმ სახიფათო აგენტმა, რომელიც არის პროდუქტის ზედაპირზე, პროდუქტის შიგნით, დაუყოვნებლივ დაიწყოს მოქმედება. მაგრამ როდესაც ჩვენ ვამარაგებთ პროდუქტებს, ანუ ვცდილობთ სეზონური პროდუქტები, მაგალითად, ზაზაფხულოდ დავამარაგოთ ზამთრისთვის, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ასეთი ნელი მოქმედების ნაღმი უნებურად შეიძლება მოვაქციოთ სხვადასხვა ჭურჭელში, რომელიც ოჯახის ზამთრის მარაგში იპოვის ადგილს. ჩვენ შევთანხმდით, რომ ძალიან ფრთხილად უნდა გამოვიყენოთ ნებისმიერ შემთხვევაში ოჯახის პირობებში დამზადებული კონსერვები. უფრო მეტიც, ჩვენ შევთანხმდით, რომ უმჯობესია ქარხნული წესით დამზადებულ პროდუქტებს მივანიჭოთ უპირატესობა და თავიდან ავიცილოთ სახლის პირობებში დაკონსერვება. მაგრამ თუ მაინც გადაწყვიტეთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ რამდენიმე პრინციპი. პრინციპი, რომელიც უკავშირდება მაგალითად მიწასთან ახლოს მზარდი პროდუქტების დაკონსერვებას. შევთანხმდით, რომ მიწასთან ახლო მზარდი პროდუქტებიდან განსაკუთრებით, მაგალითად, მიწის ძირხვენები, მიწის სიღრმეში, რომ ვითარდება. ეს შეიძლება იყოს სტაფილო, ჭარხალი. სტაფილოს უფრო ხშირად იყენებენ კონსერვებში. მიწასთან ახლოს მზარდი პროდუქტებიდან ბადრიჯანი, პომიდორი,
წიწაკა. ეს არის ის პროდუქტები, რომელიც განსაკუთრებით სახიფათოა კონსერვირების დროს, იმიტომ რომ მიწის ნაწილაკების ბოლომდე მოცილება თუ ვერ მოვახერხეთ, ან არ მოვახერხეთ, თუ სათანადოდ არ დამზადდა კონსერვი ყველა ტექნოლოგიური პრინციპის დაცვით, მაშინ ასეთი პროდუქტები განსაკუთრებით მაღალ რისკს ქმნიან ბოტულიზმის განვითარებისათვის. უნდა მივაქციოთ ყურადღება დამწნილების პროცესს. დამწნილებისათვის რასაკვირველია, ჩვენ შევთანხმდით, რომ მამა-პაპური წესით დამზადებული პროდუქტები განსაკუთრებით სასარგებლოა, იმიტომ რომ ეს არის ცოცხალი, ფერმენტირებული პროდუქტები, რომელიც ცოცხალ ბაქტერიებთან ერთად მათ საკვებსაც შეიცავს. მაგრამ ასეთ დროს უნდა გავითვალისწინოთ პროდუქტის ვარგისიანობა და პროდუქტის მზაობა დამჟავებისათვის. კულინარიული რეცეპტები, რომელიც არსებობს ამასთან დაკავშირებით, ნიშნავს ამავე დროს იმას, რომ ეს არის შესასრულებელი წესები, რომელიც პროდუქტის შერჩევისთვისაც და დამზადებისთვისაც უნდა გამოვიყენოთ და გარწმუნებთ. მაგალითად კომბოსტო, მაგალითად სტაფილო, მიუხედავად ჩვენი წარმოდგენებისა და დამკვიდრებული სტერეოტიპისა, რომ ცოცხლად ვახრამუნოთ ძალიან სასარგებლო და კარგია, დიახ, უდავოდ ძალიან სასარგებლო და კარგია, მაგრამ ეს ის პროდუქტებია სტაფილოც და კომბოსტოც, რომელიც თერმული დამუშავების ან ფერმენტული დამუშავების შემდეგ უფრო ადვილად შეთვისებადია და ბევრად უფრო სასარგებლო აღმოჩნდება ჩვენი ორგანიზმისათვის. არა მარტო იმიტომ, რომ პრობიოტიკები იქნება მასში, არამედ იმიტომ, რომ მათში არსებული ნივთიერებები, მაგალითად ვიტამინი ან ავიტამინის წინამორბედი ნივთიერებები, ეგრეთ წოდებული კაროტინები, უფრო ადვილად შეთვისებადი ხდება. საგანგებოდ მინდა გავამახვილოთ დღეს ყურადღება და გთხოვოთ თქვენც გაამახვილოთ ამაზე ყურადღება იმ პროდუქტებზე, რომელსაც ახლა დიასახლისები ზამთრისთვის შესანახად კომპოტებისთვის გადაინახავენ. მაგალითად, ყველაზე პოპულარული არის ხოლმე ალუბლის კომპოტი, არის ატმის კომპოტი, ზოგიერთ ოჯახში ხშირად ამზადებენ მარწყვის კომპოტს. განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს დამუშავებისას. მიაქციეთ ყურადღება კურკოვანებს. რასაკვირველია, დიდი მნიშვნელობა აქვს საგემოვნო თვალსაზრისითაც და ვიზუალურადაც. კურკით შენახული პროდუქტები უფრო მთლიანად გამოიყურება. ანუ ნაკლებად დაზიანებულია სტრუქტურა, მაგრამ გაითვალისწინეთ ისიც, რომ კურკა ინახავს ამიგდალინს და მრავალ სხვა ნივთიერებას, რომელსაც დიდი რაოდენობით ხანგრძლივად პროდუქტში დაყენების შემდეგ მომწამლავი ეფექტის შექმნა შეუძლიათ. ცხადია, ერთეული ამას ვერ მოახერხებს, მაგრამ თუ თქვენ დიდი რაოდენობით ასეთ პროდუქტებს შემდეგ მოიხმართ, ეს რისკი უნდა გაითვალისწინოთ. უნდა გაითვალისწინოთ კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც თითქოს სარგებლიანობით და ეკონომიურობით არის განპირობებული, მაგრამ ძალიან სახიფათოა თავის შინაარსით. მაგალითად, მას შემდეგ, რაც გაუთავებლად საუბრობს სამედიცინო საზოგადოება შაქრის ფრთხილად გამოყენებაზე, შაქრის მოხმარების შეზღუდვაზე და ასე შემდეგ, დიასახლისებმა დაიწყეს ისეთი კომპოტების მომზადება, რომელშიც შაქარი არ არის დამატებული. ანუ აკონსერვებენ ხილს და მხოლოდ მოხმარების წინ, უშუალო მოხმარებისას ან მოხმარების დროსაც კი არ ამატებენ შაქარს. რასაკვირველია, ჩემი რეკომენდაცია არ არის შაქრით დატვირთვა. არასდროს ჩვენ ასეთი რჩევა არ გაგვიცია და არც გავცემთ. მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჩვენ უნდა გავიხსენოთ, რას იყენებენ საკონსერვაციოდ. გარდა იმ ქიმიური ნაერთებისა, რომელიც სპეციალურ ეტიკეტზე, სპეციალური მონიშნვით არის ხოლმე გამოყოფილი. რასაკვირველია, ეს არის ყველასათვის კარგად ნაცნობი საშუალებები, რომელიც ყველა ჩვენგანს გვაქვს სამზარეულოში. ეს არის ძმარი, ეს არის მარილი, ეს არის შაქარი. ამ კომპონენტებს სხვა შემთხვევაში ადვილად აღმოაჩენდით მწვანე ზონაში, მაგრამ იმისათვის, რომ პროდუქტები შევინახოთ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გამოყენებულია თუ არა მასში ბუნებრივი საკონსერვაციო საშუალებები, როგორც უკვე გითხარით, ეს არის ძმარი, მარილი, შაქარი. ამიტომ თუ პროდუქტის კულინარიულ რეცეპტში და მისი შენახვის აუცილებელ რეცეპტში გათვალისწინებულია კომპოტის შაქართან ერთად მომზადება, მარილის სათანადო კონცენტრაცია დამწნილებისათვის, ან თუნდაც მარილწყლის მომზადებისათვის ყველისთვის. ეს არის აუცილებლად გასათვალისწინებელი, იმიტომ რომ
ჭყინტი ყველი ზაფხულში უფრო საშიშია, ვიდრე მარილწყალში ნადები რამდენიმე თვის განმავლობაში. გარდა ამისა, ნედლი რძე, აუდუღარი რძე ბევრად უფრო სახიფათოა, ვიდრე ანადუღარი რძე. ფერმენტირებული რძის ნაწარმი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ამ წესის დაცვით იყოს მომზადებული, დამუშავებული პროდუქტი და შემდეგ მომზადდეს. ასეთივე უსაფრთხოება უნდა დავიცვათ ნებისმიერ ბოსტნეულთან კავშირში, როგორც შევთანხმდით, განსაკუთრებით ნედლი პროდუქტების გამოყენებისას და წყალი. წყალი უნდა იყოს უსაფრთხო პარაზიტული დაავადებებისაგან. ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს დაცული ადამიანი, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ სხვადასხვა სახის ბაქტერიები და სხვადასხვა სახის მიკრო გამომწვევები არის სახიფათოდ დაკავშირებული წყალთან. ეს იყო დღევანდელი ჩვენი რეკომენდაციები, ხოლომდე გემშვიდობებით და ტრადიციულად ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ. გულშემატკივარი ჩვენთვის დიდი ძალა. გვიყურე და გულში